თქვენ კითხვას რაც შეეხება ფეხბურთის მაგალითს მოგიყვანთ არის დრიბლინგის მომენტი როდესაც გააქვს ბურთი და ამ ბურთს უნდა მოუარო და მიხედო, ხო? და უნდა წინ წაიყვანონ ნელ-ნელა. სანქციებზე ჩვენი მუშაობა, პროტესტის გაგრძელება, ქვეყანაში ბრძოლის გაშლა, რომელიც მე ჩემ ამოცანად მიმაჩნია. იმ ხალხის მიმართ, რომელსაც 20 ლარი დაუმატეს და რომელიც შეიძლება დღეს რუსთაველზე ვერ დადის და იმათვის ახსნა, რომ ეს ხელისუფლება ნიშნავს ამას, შენ გიგდებს დვალს, იქნები სულ სიღარიბეში, შენი შვილიც წავა. შვილი ხო გენატრება, შენი შვილიშვილიც მოგენატრება, რომელიც ჩვენთან ერთად აღარ იქნება, იმიტომ რომ წავა ბელგიაში და საფრანგეთში თუ გაუშვეს ისიც, რომ გადარჩეს, ხო? ეს ხალხი არის, ეს ახსახსნელია ამ ადამიანებისთვის. ეს ცალკე არის დრიბლინგი, მაგრამ არის მომენტი, როდესაც უნდა დაარტყა. 29 დეკემბერს სასახლეს ეხებოდა მაშინაც ორბელიანის სასახლეს ეს თემა. მე რომ თქვი, მაშინ სალომე ზურაბიშვილი ხო პრეზიდენტი. თქვი, რომ ეხლა არის სპრინტი და არის მარათონის შესაძლებლობა. ხალხო, 29 დეკემბერია, მოდი ეხლა დავარტყათ, როგორც ფეხბურთის მეტაფორით. ანუ დავრჩეთ სასახლეში. რატომ? იმიტომ რომ ყველა ფაქტორი გარშემო აი ამ ფაზლში რაც არის საბავშვო სათამაშოში, იყო აწყობილი, მუხტი მაღალია, კანონები არ არის. პრეზიდენტ ბაიდენი არის და ვიცით მისი დამოკიდებულება და განცხადებაზე აქვეყნებს სახელმწიფო დეპარტამენტი მაშინ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქ არის, ყველას გაქვს იმუნიტეტი. 66 ოპოზიციონერს გვაქვს იმუნიტეტი, ზურაბიშვილს აქვს იმუნიტეტი. და მუხტი მაღალია და ქართული ოცნება აი თვალებ გახელილი დგას და მაშინ რა მოხდა? ეს იყო მომენტი, როდესაც დრიბლინგიდან დარტყმაზე უნდა გადავსულიყავით. გაუშვით ეს, არა უშავს, არ არის პრობლემა, აქედან დასკვნა. უნდა იყოს შესაბამისი მომენტი აი ამ ფაქტორების გადაჯაჭვით, როდესაც შეიძლება გადამწყვეტი რაღაცა შეტევაზე გადასვლა მშვიდობიანად გულისხმობ, რა თქმა უნდა.